მოусმინეთ ამას. ირანში უზენაესი ლიდერის მუჯთაბა ხამენეის მხარდამჭერები საზოგადოებას თხოვენ დაეხმარონ ძალიან უჩვეულო რელიგიური შესაწირის დაფინანსებაში. 10,000 ცხვარი. სწორად გაიგეთ, მეგობრებო, ხელისუფლების მხარდამჭერი რელიგიური ჯგუფები აგროვებენ თანხებს, რათა ცხოველები რიტუალურად დაკლან ხამენეის ჯანმრთელობისთვის ლოცვის სახით და კამპანია ცდილობს მთლიანობაში დაახლოებით 1,3 მილიონი დოლარის შეგროვებას. და ეს ხდება იმ დროს, როცა ხამენეის ჯანმრთელობისა და ადგილსამყოფელის შესახებ კითხვები კვლავ არსებობს. მას შემდეგ, რაც გავრცელებული ინფორმაციით მან სერიოზული დაზიანებები მიიღო თებერვლის თავდასხმების დროს. და როგორც შეიძლება წარმოიდგინოთ, კამპანია უკვე იწვევს უკმაყოფილებას ირანელებში, რომლებიც მზარდი საკვების ფასების ფონზე მძიმე მდგომარეობაში არიან. ეხლა ჩვენთან ერთად ამ თემაზე სასაუბროდ არის ხოსრო ესფაჰანი, ირანში დემოკრატიის ეროვნული კავშირის კვლევების დირექტორი, ასე რომ პირველ რიგში უბრალოდ აგვიხსენით ეს. 1000-ობით ცხვრის მსხვერპლად შეწირვა ვიღაცის ჯაჯამრთელობისთვის ირანში ჩვეულებრივი რელიგიური პრაქტიკაა. თუ ამ კამპანიის მასშტაბი და პოლიტიკური ხასიათი თქვენთვის უჩვეულოა, როდესაც გსურთ, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი უზენაესი ლიდერი ეკრანიდან გადმოხდეს და რეალურ მმართველად იქცეს, იძულებული ხართ მიემართოთ სრურთმენებისა და მაგიისთვის. აი სწორედ ასეთ მდგომარეობაშია დღეს ისლამური რესპუბლიკა. მათ ყავთ ეს უძლური ახალგაზრდა მოლა, რომელსაც მოხარშული კარტოფილის ხიბლიც კი არ აქვს, რომელსაც ცხოვრებაში არასდროს არ დაუკავებია საჯარო თანამდებობა და უზენაეს ლიდერად დანიშნეს. ამ ადამიანს არ აქვს გავლენა ირანის რეალურ პოლიტიკაზე და ის უბრალოდ კიდევ ერთი დეტალია იმ მექანიზმში, რომლის შექმნასაც მისმა მამამ 4 ათეული წელი მოანდომა. ირანში ჩვენ საქმე გვაქვს გამყარებულ ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსთან, გამყარებულ სამხედრო ოფიცერთა კლასთან, რომლებიც ბოლო რამდენიმე ათწლეულია მართაელდებენ ყველაფერს. ეს ყველაფერი ხამენეის გეგმების ნაწილია. ეს ჯგუფი ეს მკვლელთა ბანდა, რომელთაც ირანელების სისხლი აქვთ ხელებზე, ამ მკვლელებმა დანიშნეს მუჯთაბა ხამენეი, ეს მორჩილი ცხრები ირანის კონტროლისთვის და ძალაუფლების სტაბილურობისა და გაგრძელების დემონსტრირებისთვის. აი ესეთ რეალობას ვეჯახებით. ქვეყანაში, სადაც ხალხი ყოველდღიური საკვების ყიდვასაც კი ვერ ახერხებს, ისინი ითხოვენ 10,000 ცხვრის შეწირვას. რისთვის? ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი უზენაესი ლიდერისთვის, რომელიც მას შემდეგ, რაც უზენაესი ლიდერი გახდა, საჯაროდ მხოლოდ მუყაოს ფიგურების სახით გამოჩნდა. რისთვის უნდა შევწიროთ? ირანელები გაღიზიანებულები არიან იმ ფარსით, რომელიც ისლამურმა რესპუბლიკამ დადგა. უკვე ახსენეთ ის დაცინვა, რაც ირანელებს შორის სოციალურ მედიაში ტრიალებს, მაგრამ ამას თან ახლავს ტკივილი ტანჯვით და ოჯახებით, რომლებსაც საკვების ყიდვა აღარ შეუძლიათ. მართალია, მინდა ამაზე ვისაუბრო. იცით, აქ აშკარა ეკონომიკური კონტრასტია. ირანელებს თხოვენ, რომ 1,3 მილიონი დოლარის კამპანიაში გაიღონ თანხა, მაშინ როცა ბევრი ამბობს, რომ თავადაც ვეღარ ყიდულობს ხორცს. ჩვენ ვიცით, თქვენც იცით, როგორ გაიზარდა ფასები ამ ომის ფონზე. როგორ ფიქრობთ, რამდენად პოლიტიკურად საზიანოა ეს სურათი რეჟიმისთვის? ისლამური რესპუბლიკა იმ ეტაპს გასცდა, როცა შეეძლო თავისი იმიჯის კონტროლი ან მოსახლეობის გულის მოგება ეცადა. ჩვენ გვაქვს საქმე სისტემასთან, რომელმაც აღიარა, რომ არაპოპულარულია. ირანელთა უმრავლესობა ამ რეჟიმის წასვლას ითხოვს და ერთადერთი მექანიზმი, რაც მას დარჩა, არის სისასტიკე, სიკვდილი და მკვლელობა. შეხედეთ, რამდენი ირანელს სჯიან სიკვდილით ყოველ კვირას. მიმდინარე წლის დაწყებიდან უკვე 900-ზე მეტი სიკვდილით დასჯა განხორციელდა. ეს არის ისლამური რესპუბლიკის გზავნილი და ეს უბრალოდ შემთხვევითი რელიგიური ჯგუფი არ არის. ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელიც ამ კამპანიას ავრცელებს, იყო ხამენეის მიერ პარასკევის ლოცვების ხელმძღვანელად დანიშნული. ეს პირები მჭიდროდ არიან დაკავშირებული რეჟიმთან. ეს არ არის რაღაც შემთხვევითი, რასაც ფუნდამენტალისტური ჯგუფი აკეთებს. ჩვენ გვაქვს საქმე რეჟიმთან, რომელსაც აბსოლუტურად არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, ასე უკვე 10 წლეულებია და ეხლა სრურთმენასა და მაგიას მიმართავს. კარგი, კოსტია, უნდა გადაგიხადო, მადლობა, რომ როგორც ყოველთვის შემოგვიერთდით. ძალიან საინტერესო და ძლიერი სიტყვებია შენგან.
ალბათ მოგვიწევს დაველოდოთ და ვნახოთ, შეძლებენ თუ არა იმ ძალიან მაღალი დაფინანსების ზღვარის მიღწევას, რაც ონლაინ მოითხოვეს. ძალიან უცნაური ამბავია. მადლობა მოწვევისთვის.